Intros მუსიკა. What up? It's Becca. გამარჯობა ხალხო, როგორ ბრძანდებით დავბრუნდით მომდევნო ვიდეოთი 2022 წლის მიმების პირველი ეპიზოდი. დიახ, მეგობრებო, დღეს ასე მგონია მიმების ეპიზოდი კი არა, ოპელის გაცილების და გლოობის ეპიზოდი იქნება, იმიტომ ძალიან ბევრი მიმი წამოვიდა ოპელზე. შევცვალეთ მანქანა, შეეგუეთ, აღარ გვეყოლება ოპელი, არა, მეყოლება, მაგრამ აღარ ვივლი მაგით სავარაუდოდ. ეგ მანქანა ეყოლება ოჯახს, გამოიყენება ოჯახში სხვადასხვა რაღაცების გადასაზიდად, გადმოსაზიდად და ასე შემდეგ. ახლა გვყავს Audi A4 და ძალიან გთხოვთ შეეგუეთ. და კიდევ ის სცენა რომ ოპელი არ იქოქებოდა იყო დადგმული. ოპელი იქოქება, მაგრამ ყველა მხრიდან ზეთი გაზდის, პრაქტიკა გახეულია, აქვს პერებოი, კოლიცოები დამჯდარია, ესე ჟანგერს გეტყვით, იმიტომ რომ არ ვიცი ქართულად რა ქვია ამ ნაწილებს. მოკლედ სუნთლიანად გასაკეთებელია, შესაბამისად მე მჭირდებოდა ახალი მანქანა, იმიტომ რომ ნორმალურად მე მოძრავა. ასე რომ დამშვიდით, ოპელი არ სადარწავა, იქნება ისევ ჩვენთან. ახლა კი მოკალათით და ჩაუჯექით ვიდეოს. აი ვიცოდი ეს მიმი ვიცოდი რომ ეჭველი დაიდებოდა. რა შეუკვეთე და რა ჩამოვიდა. სტეთემი მაგრამ მევასება ხუაზე ხარა. ამაუდის კუზაო წაგრძელებული გრილით მევასება ამ ფილმიდან. ყველა მიცის ახლა ტრანსპორტერი, რა თქმა უნდა. ოპა, კვატრო დრიხტი? ბექაუდით ორ დღეშიო. არ დალეწო რა ძალიან გთხოვ რა. დავაი. მაგარი ძნელია კვატროს მოქნება იმენა. როგორც ჩანს, არ მისდია ჯერ. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე. ფილმი. სასწაულებიც ხდება. დიახ, ნორმალური მანქანა შევიძინე. სასწაულია, მაგრამ არის. და რა თქმა უნდა, გლოობის ვიდეო. Nice. Opeli და Audi. კარგი მიმი. აუ ეს ვიდეო ნანახი მაგარი კაცები არიან იმენა. სენსუსა და ბატონი კორკოტა. კორკოტ ხვირი როგორ აკაკ ჩემი კაი. მე მეტკინა შენ მაგივრად. ბექა მიყიდა ახალი მანქანა. და ამ დროს ძველი მანქანა. მოღალატე. ხალხის რეაქცია ოპელის სიკვდილზეო, ხალხიათ წამის შემდეგო. გადასვლა რო იყო რა, ხუაზე ხარ ოპელი და აუდიზე, მენა მაგრა გავთვალე. ედიტინგის მასტერი ვარ და მეთანხმეთ, მაგრამ მომწონს ეგ ვიდეო, მე თვითონაც პრემიერაზე იმენა ხალხია ეგეთი იყო. მადლობა ეგეთი მაგარი რეაქციებისთვის. სლენდერა და აუდი. ოპელი. აი ძალიან ბევრად შეიძლება მოკლედ ამ იმის გაკეთება რა. ოპელზე და აუდიზე. ბექა მიყიდა ახალი მანქანა. ეს 8K Ultra HD-ა. They ask you how you are, you just have to say that you're fine. Well, you're not really fine, but you just can't get into it because they would never. გადასაჭეხად რომ ამზად. აჰა. რა თქმა უნდა. No, I know. But he got ეს PNG ფაილის ედიტები მაგრა ასწორებს. არ ვიცი გესმით თუ არა მანქანის ხმა, მაგრამ სასწაულია. რატომ? რა გინდოდათ? რა სერჩოდით? მაგრამ კარგად გამოვიდა. ყოჩახ. როცა ბექამ ახალი მანქანა იყიდა. მისი ოპელი. მოიცა ახლა შენ ამ ვიდეოსთვის დასაცვლელი დაჯექი და შხაპი მიიღე? თუ ასეა საღოძმაო, რესპექტ. ბრავო. მიმი. ოპელი და აუდი ერთად. всё, მიხვდა კაცი. საღოლ ჩაკეთვალა. კომენტარებში აუდელ ტურბო J7. საღოლ ყველაზე ორიგინალური. Slendera be like, this is brilliant, but I like this. მართალი ხარ კლარკსონ იმენა ეგრეა. My time has come. კარგად ოპელი. გეიმერული დამშვიდობება. კარგად ბრძანდებოდე ოპელი. შენ ნამდვილი მეგობარი იყავი. გააკეთო ოპელი, რომელზეც ბევრი მოგონება გაქვს. იყიდო ახალი Audi და მასზე აწყო მოგონებები. Nice, რა თქმა უნდა. Audi ბექა ოპელი. კლასიკური მიმი. ბექა იცვლის მანქანას მე მთელი ვიდეოს განმავლობაში. ფაქტია, რომ ადამიანის გული 100%-ით კუნთია. სლენდერას გამომწერები. გული 100%-ით ოპელია. ან ოპელიში გულშია?
რაღაცა მასეთი მოკლედ. რა თქმა უნდა, მშვენიერი. ორივე ერთი რაკურსითაა თან, მომეწონა. კომენტარებში აიკლეს მოკლედ წინა ვიდეო Legends Never Die და Opel Forever Rip Opel. ხალხი 20-22 წელი კარგი იქნება. მწვანე ფონი გარდაიცვალა და Opel-ი მოკვდა. ხო, ნუ როგორც შემჩნიეთ, ჩავ ფონზე ვართ ახლა, ეს დროებითი ფონია, მწვანე ფონი უნდა შევიძინოთ სულ მალე. შეიძლება ერთი თვეში უკვე გქონდეს. ასე რომ დამშვიდით, ყველაფრის ციკლი მეორდება, რაღაცა მთავრდება, მაგრამ მე რაღაცა იწყება. ადამიანი კვდება, ბავშვი იბადება. ეგეთი პონტია. მინა ფილოსოფოსი ვარ რა მოკლედ რა არ შემიძლია რა. გოგოები, არ მჯერა რომ მას ტიტანიკზე არ უტირიაო. კაცებს საერთოდ აქვს გზნობებიო? Boys. მშვენიალური მემი. ხო, როგორც მივხვდით, კაი ხანი ვერ ვეღირსებით, სხვანაირ მიმებს Opel-ზე იქნება. და აუდიზე. როგორც ჩანს, ბევრი ვერ შეეგუება მაინც ამ ფაქტს. დედა, რა გატირებს ვინმე მოკვდა? Opel-ი მოკვდა. Opel აქ ხარ? ხო, რა გინდა? ბექამ აუდი იყიდა. მაგ აუდიმ და კოკა ბოლოს პერემიჩკებით რო იცოდეთ. გადაერთებით პერემიჩკებით. ქართულად როგორაა პერემიჩკები? გადაერთებით ხო რა? არა უშო ძმა პალირუკაში ამოა კაცო, რა თქმა უნდა. დიახ, ეს პირველი მიმი, რომელიც 2022 წელზე იყო, უკეთესი იქნებაო, მაგრამ ვერ მოგართვით. დედა მეუბნება, შენი ასაკისთვის კარგი სიმაღლე გაქვს. 25 წლის მე. ნუ დიახ, დედა მაინც გაგამხნევებს, რა თქმა უნდა. როგორი დაბალი და მახინჯიც არ უნდა იყო. როდესაც მაგაც წვერის საპარსი ათხოვე და წვერი კიდევ გასაპარსია. ო, შარჟი ხარ ძმაო. შეგიძლია აჩუქო ეგ საპარსი ბოლოს. მაგრამ რომ წვერი გაეპარსა, მაინც არაჰიგიენურია. უბრალოდ აჩუქე. უყიდე, ფული თუ არა აქვს. როდესაც სტუმრებისთვის შენახულ ნამსხვრს ჭამდა დედა შემოვიდა. მე ვერ მისწრებდნენ ყოველთვის ძალიან სწრაფად ჭამდე. ასევე სნენდე რა. ეს ვინ არის ჩემი კაი? საღო? არიკა. არა ბოლოს მართლა ძალიან გიმრილა შეჭამა და რამე სწრაფი ჭამის ჩელენჯი ხوار მოხოდოთ კიდე. ერთხელ მაქვს გაკეთებული გახსოვთ ალბათ შაურმაზე. რა თქმა უნდა მე მოვიგე. ვინმე საერთოდ უნდა ვცადოებით რაღაც კიდე. Nice. მარა ეკრანი არ დალეწოთ, ფრთხილად იყავით ხოლმე. ო, მაგრები ვარ, ჩარ. ვახ ეკრანი. ჩემი კაი ფრთხილად თქო ხო თქვი. გათეთრა მომენტალურად ეკრანი. კიდე კარგად გადარჩი. აი ვერ ვქენი. კაი. ახლიდან. აიხლა ხალხო, იმენა აიხლა. რა თქმა უნდა. უიზის. ამიტომ უნდა მიიღოთ ცოტა მეტი წვნიანი. დედა, ყველა თამაში წაგიშალე კომპიუტერიდან. მე რომელმაც ვიცი რომ მან მხოლოდ აიკონები წაშალა. და ჩემმა კარგად იცოდა კომპიუტერის გამოყენება და პირდაპირ task manager-ში კი არა და რა ქვია იმას. Programs and features-ში შედიოდა და შრიდა იქიდან უინსტალს აკეთებდა. დარწმუნებული ვარ მარტო მე არ ვარ, ვისაც პაროლს უდებდნენ კომპიუტერზე, ცოტა სორს სწავლობდა კომპიუტერის გამო. კომპიუტერი რაც მიყიდეს, მოუკელეს სწავლას რა. ეგრე არ გინდა მიმი პაროლეს. რა ვიცოდი მაშინეს Windows-ის გადაყენებები და გამშვები რო შეგიძლია ჩაწერო USB-ზე, საიდან ეს პაროლებს შლი. მგონი ეს არ უნდა მეთქვა ხო? მოდი დავივიწყოთ რომ ეს რაღაცა საერთოდ თქვი. არავითარი გამშვები არ არსებობს, არავითარი პაროლის წამშელი არ არსებობს, ასე რომ დამშვიდით. მე ვსწავლობ ბიოლოგიის წიგნში სიმპათიკურს და პარასიმპათიკურს. ჩემი თვინი სიმპათიმარი. Nice რეაქცია. ოხ, ჩემი დედა სტაბილურობა, სტაბილურობა. ნამდვილი თოვლის ბაბუა. ნუ სანტა-კლაუსი. მასწავლებელი, თუ ვერ გაიგეთ, მითხარით და თავიდან აგეხსნით. მე მას ვერ გავიგე. დიახ, ზოგ შემთხვევაში მასეც არის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გიხსნიან. როდესაც შენ ოჯახთან ერთად პილს უყურებ, ფილმს. და ამ დროს კოცნის სცენა ამოვიდა. ძალიან გამიჭირდა ამის საკითხო. ნუ დიახ, ეს სცენა ისევ ქსენსუსას და კორკოტასი. It was at this moment that he knew. He fucked up. I believe I can fly. კორკოტ ხო კარგად გაქვს ხირი მართლა. ამ ყველაფერს გადათარგმნას არ დავიწყებ ხალხო, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ 99%-მა იცით ინგლისური, დანარჩენმა 10%-მა უბრალოდ გამოიცანით რა ხდება.
რომ მივიდეთ რა რამეს მიზავ ჩიკა. რამეს მიზავ ჩიკა. არაფერი არ ქნა ჩიკა გთხოვ. არ ვიცი მადლობა რით გადაგიხადო. ანგარიშის ნომერი ძმო, დავჭი შენიცი. მე რაღაც დაცხა წავალ ფანჯრებს გავაღებ. დანარჩენები წყალქვეშა ნავში. Okay. ეგრე. ულტრა მეგა პილოტ. Yeah, he's a pilot, great! კარგი იყო მომეწონა. მე როცა საშიშ ფილმს უყურებ. დიახ მეგობარო. ოპა, ჯოჯოს თემის ფანარტი. ნაის დეს. როდესაც მეზობლის სახლში მუსიკები ჩართესო, დიახ. როდესაც მეზობლის სახლში მუსიკები ჩართესო, დიახ. არა, კაი გამოვიდა, კარგი ინტრო იყო. რა ვარი ჩაგდება იყო, დაინახეთ, მე კალათბურთელი ვიყავი ადრე. უბრალოდ თქვენ არ იცით. Also, Slendera. Okay. Slenderius ახალ მიმების ვიდეო დადევიუს და სურვილიც აგესრულებიუს, როგორც ხედავიუს. კარგი ნახატია, მაგრამ ლექციებს ნუ იმას შვები. Good. მომეწონა. ბექას ხვებს უსწორებს გრამატიკულ შესტომებს. გაუქნა ძმაო მასიახ დესერტი ჯერ საჭმელამდე არ შეიძლება. ჯერ საჭმელამდე არა უშავს. ხდება ხოლმე. ნუ გამსჭით ასე ძალიან. გამარჯობა. გინდა საინტერესო ფაქტი გითხრა? ადამიანის ორგანიზმი ისე მოწყობილი თუ სუნთქავ არ კვდები. კლასიკა. ბექა icinis თავის სიცილზე. მე რომელიც ამ ვიდეოს ღამის 3 საათზე უყურებდი და არ მინდა რომ გავიცინო. წარმატებები მეგობარო. და ასევე წარმატებულად დავასრულეთ ეს მიმების ვიდეოც. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, იმედია ცოტა მაინც გამოგიკეთეთ ხასიათი, იმედია ცოტა მაინც გაერთეთ ჩემთან ერთად. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, გამოიწვიეთ არხი თუ ახალი ბრძანდებით და ლექციებს თუ წკევ პრომეტის ახალი ვიდეოს სანახავად, მე კიდე გნახავთ შემდეგში. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. და